ავღანელი და მუსულმანი ქალების პრობლემაა. ესეთი რაღაცეები და მე მგონი გავუშვებოდა კიდეც მაყურებელს უბრალოდ სპექტაკლში ეს უტრირებულად არის და საქართველოშიც ხდება რაიონებში, სოფლებში, თბილისშიც კი შეიძლება მოხდეს ქალზე ძალადობა, შეიძლება ისეთი ისტორია მოისმენოთ, არც უბრალოდ არავინ არ წერს ალბათ ამაზე, თორე ყურებსაც არ დაუჯერებთ ზოგჯერ ისეთი რაღაც ხდება. ამიტომ გამოძახილი გავაკეთე და ზოგადად ხალი განმაზოგადე ამაში. მე ჯამილა ვარ. ყვავილივით ლამაზი და უმარკო. გუშინ მშობლებიც მეებთან ერთად მოვიდნენ და მითხრეს შემთხვევები. პატარა ომარს ერთი კალაშნიკოვი აქვს 3 მჭიდით. თითოეულ მჭიდში 20 ტყვი ადევს. იგი ტყვიების 2/3-ით 60 ურჯულოს კლავს. რამდენი მოკლული ურჯულო მოდის თითო ტყვიაზე? რამდენი მოკლული ურჯულო მოდის თითო ტყვიაზე? მსახიობებისთვის ძალიან საინტერესო იყო ამ ამ ქალების ესეთი ამათი ცხოვრება და ჩვენ როგორ შევძლებთ ეს სხვა საქმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვეცადეთ რომ გაგვეცოცხლებინა ამ ქალების ცხოვრება და ტრადიცია. მომეწონა, მართლა ძალიან მომეწონა და ერთი სული მაქვს რომ წავიდე და ყველას დაურო, ყველას მივწერო რომ როგორი მაგარი სპექტაკლი გააკეთა ნინო. მართლა მინდა რომ ყველა ჩემ ამხანაგმა ნახოს. ძალიან საინტერესო იყო ეს თემაც, რა თქმა უნდა, არ ვიცი მე თქმის გაუკეთებია ვინმე სამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ აი ჩვენს გვერდზე ქვეყანაში აზერბაიჯანში ახლა მწერალი რომელმაც წიგნი დაწერა ვთქვათ სომხებთან მეგობრობასთან დაკავშირებით მთელი წიგნები დაუწვეს და სამსახური დაკარგა ყველაფერი თავისმოთ ცოლ-ცოლთან აგრეთვე ცოლზე თავს უჯას და ეს ისეთი რაღაცა ხდება ჩვენს გარშემო ძალიან ახლოს და ამიტომ მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო არის რომ ამ ქალებზე გააკეთა ნინო სპექტაკლი.